Twitch-ებთ ტელეფონის ძებნას, რომელიც აქციაზე დაკავებისას ამომაცალა სპეცრაზმა. Ვუახლოვდებით ლოკაციას, გვაშორებს 200 მეტრი, ახლა ვართ იგოთის ქუჩაზე და თუ არ ვცდები, ეს შეიძლება იყოს კორპუსი. 21 წლის გიორგი ბრეგვაძე კახეთის გზატკეცილზე კუთვნილ ტელეფონს ეცებს. ახლა შეძენილ iPhone 15 Pro Max. მობილურს, რომელიც ოლიგარქის ჯალათებმა პარლამენტთან უკანონოდ დაკავების დროს წაგლიჩეს. ზარცოლმა სპეცრაზმელმა ტელეფონი დროულად ვერ გათიშა, ამიტომ ლოკაციის დამდგენ პროგრამას მობილურის კვალზე მივყავართ. ჩიხია. და შეგვიძლია ფეხით გავიდეთ, კი ბატონო, არ არის პრობლემა. მოგვიწევს სავარაუდოდ რომ შემოვუაროთ, რადგან უკნიდან ჩიხი დაგხვდა და სადღაც აი იქით მხარეს იმყოფება ჩემი მობილური. გზას ფეხით ვაგრძელებთ. ტერიტორია მავთულხლერთებითაა შემოსაზღვრული. ჩანს რომ სპეციალური დანიშნულების ობიექტია. რაც უფრო ვუახლოვდებით შენობას, უფრო და უფრო მცირდება მანძილი ჩვენსა და გიორგის iPhone-ს შორის. გიორგის ტელეფონი არის აი ამ ტერიტორიაზე. ზუსტად ეს შენობა, აი ნაცრისფერი, რასაც ახლა ჩვენ ნაწილობრივ ხედავთ. ჩვენგან მარჯვენა მხარეს არის ტელეფონი, რომელიღაც ოთახში. კი ბატონო. საინტერესოა რა ხდება ამ ოთახში, საწყობი აქვთ მოპარული თუ საძინებელი. თუ საძინებელია და ვიღაცას შენი ტელეფონი უკვე ჩართული აქვს და მოიხმარს. საგუშაგოს კარი არის ღია. აი ჩანს. უკაცრავად. აი ხელი აქვს აწეული ვიღაცას. უკაცრავად! ჩემი მობილური არის აქ! ჩემი მობილური არის აქ! არ გვაქცევენ ყურადღებას სალ. რა იჭვი გაქვს? აი რატომ შეიძლება შენი ტელეფონი iPhone 15 კონდეთ აი ამ ადგილას ახლა? ერთი ვარაუდი არის ის, რომ სპეცრაზმელი, რომელმაც ჩემი მობილური ჩაიჯიბა, იმ დროს, როდესაც მირწყავდა, აქ არის განთავსებული ახლა და თან აქვს ტელეფონი. აღმოჩნდა, რომ ადგილი, სადაც გიორგის მოპარული ტელეფონია, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ერთ-ერთი ბაზაა. იმ სპეცრაზმელების დისლოკაციის ადგილი, რომლებიც მშვიდობიანი აქციის მონაწილეებს არბევდნენ, აწამებდნენ და შემდეგ ძარცვავდნენ. ჯიბეში ჩამიყეს ხელები მაშინ, როცა ბორკილები მედო და სწორედ ამ დროს ამომაცალეს მობილური ტელეფონი. სამი სპეცრაზმელი ერთდროულად მირტყავს, შემდეგ ამ მომენტში ერთ-ერთი ჯიბეში ხელს მიყობს, ტელეფონი ამოაქვს, დახედავს, ვა, რა კარგია, ამბობს, ჯიბეში იდებს და განაგრძობს ჩემთვის დარტყმას. ბაზაზე განგაში ცხადდება. შენობაში მყოფი შავოსნები ეზოში გადიან. კადრში ჩანს, რომ ჯგუფს 3 ადამიანი გამოიყო და ჩვენი მიმართულებით მოდის. რას უყურებ მანქანებს? რა თქვენი საქმეა რა დანაყოფია? მე მანქანას რატო უგეს? რაც ადამიანს მოპარა ტელეფონი და აქ ჩანს, რომ ამ შენობაშია ტელეფონი. რა ტელეფონი მოიპარა? ვინ მოგცათ ეგ ინფორმაცია თქვი? აჩვენე რა ლოკაცია საჩვენებს აქ. რა ლოკაცია საჩვენებს? Find my application. ნორმალურად. გამორთე კამერა გელაპარაკე. რას ნიშნავს გამორთოთ არა? ძალიან დიდი ბოდიში ყაჩაღებად რო ხართ ქცეული? ვინ არის ყაჩაღი? უკაცრავად. არის შესაძლებელი ეს მობილური დავიბრუნო. ტელეფონი უნდა რომ დავიბრუნოთ. ეს ლაპარაკო. აბა ეგ რა არის რითი ლაპარაკო? ეს ახალი ტელეფონია. აი აქ აჩვენებს. აი ნახეთ, სადა ჩვენებს iPhone-ი. სისულელია რაღაცეებს იმაშვები. ნიღბიანები და შავოსნები მავთულხლართებს შორდებიან და ტელეფონით ანგარიშ ზემდგომს აბარებენ. კაცი, ვისაც მობილური უჭირავს, მოსაუბრეს ეუბნება, რომ ტელეფონს ვეძებთ და ჩვენი მისამართით იგინება. იგინებით, რატო გვაგინებთ? სპეცრაზმელების მიერ წართმეული ტელეფონი გიორგის განვედებით ჰქონდა ნაყიდი. 21 წლის ახალგაზრდა სესხის თანხას ახლაც იხდის. ის სკოლის მოსწავლეებს ინგლისურში ამეცადინებს. შემოსული თანხით სწორედ ახალი ტელეფონი შეიძინა თვეების წინ, მაგრამ სესხი ჯერ კიდევ არ დაუფარავს. ტელეფონი ვიყიდე სტუდენტური სესხით, იმიტომ რომ ჩემი საქმიანობა შემესრულებინო პირნათლად და შესაბამისად დავიღე სტუდენტური სესხი, იმიტომ რომ ერთბაშად არ მქონდა იმდენი თანხა, რომ გადამეხადა აი ამ აქტივში, შეიძლება ესე უწოდო ჩემს ტელეფონს, იყო ჩემი აქტივი. 3 თვე სამწუხაროდ კიდევ გადასახდელი დამრჩა, თუმცა გადავიხდი, იმიტომ რომ ეს მოცემულობა დგას. გიორგი გვიყვება, რომ დაკავების მომენტიდან ითხოვდა კუთვნილი ნივთების დაბრუნებას. მობილური მოითხოვა საგარეჯოშიც, სადაც ის თბილისიდან გადაიყვანეს და დროებითი მოთავსების იზოლატორში მოათავსეს. სწორედ იქ, საპატიმროში გაიგო კიდევ ერთი მოპარული ტელეფონის ამბავი თანა მოსაკნისგან. ჩემი თანა მესაკნე შემიძლია ასე მოიხსენიო, ყვებოდა რომ ჯიბეში ედო 100 ლარი, ცემის დროს ტელეფონთან ერთად ის 100 ლარიც ამოაცალეს, გადათვალეს, 95 ლარი ჩაიჯიბეს და 5 ლარიანი დაუბრუნეს ირონიულად, აი ამას იხსენებდა ჩემი თანა მესაკნე. მობილური ტელეფონები, საქორწინო ბეჭდები, ოქროს ჯვარი, საყურე ქურთუკი და ნახმარი ბოტასიც კი.
ირკვევა, რომ სპეცრაზმელები ორგანიზებულად ძარცვავდნენ დაკავებულ მომიტინგეებს. ჩვენ გადავიღეთ კიდევ 5 მომიტინგე, ვისაც ხარებას ჯალათებმა ტელეფონები წაართვეს. ყველა მოპარული ნივთის კვალზე ლოკაციის დამდგენი პროგრამის დახმარებით გავიდა. ჩემი მობილური დღემდე გამონათებულია გორში. შემიძლია განახოთ. ჭავჭავაძის და სამეფო ქუჩების კვეთაში. გელა მეგრელიძე ფოტოგრაფია. ის გერმანიის მოქალაქეა. რუსთაველის გამზირზე პარლამენტის წინ ფოტოებს იღებდა, როცა სპეცრაზმი თავს დაესხა და პირადი ნივთები გადაცა. მოპარეს ძვირად ღირებული ფოტოაპარატი, აქსესუარები და მობილური ტელეფონი. თქვენი რომელი iPhone-ი იყო? 15. სათახალი. ახალი. თქვენს ეს კითხვა გქონდათ გამოტანილი? საბედნიეროდ არა. გელა მეგრელიძემ განაცხადი პოლიციაში გააკეთა. გომელაურის უწყებას დაუტოვა იმ ნივთების ჩამონათვალი, რომელიც სპეცრაზმელებმა მოპარეს. მაგრამ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ფოტოგრაფს დაასწინეს. პირველივე წუთიდან მქონდა ამაზე საუბარი, რომ ჩემი კამერა და ჩემი მობილური აქვს თქვენ კოლეგას და პირველი წუთიდან მათ მხოლოდ ეცინებოდათ ეს ღიმლის მომღვრე კი არ ღიმიან ამაზე იცინიან ხო დაიბრუნებია პარამეტრები თან ეცინება. იგივე ხდებოდა მე საპატრულოს უფროსმაცანაც რომ ვიკითხე 5 ჯერ რომ ჩემი კამერაა და ჩემი მობილური არის, კი დაიბრუნებდა თან სულ ყველა ჯერზე ეცინება. გელამ მოპარული ტელეფონის ლოკაცია ჩვენ გადმოგვცა. გორში პირველების ჟურნალისტი მიდის. ადგილზე, რომელსაც iPhone-ის საძიებო პროგრამა აჩვენებს მობილურების შეკეთების სახელოსნო და ლომბარდია. რატო ხდება უხუთო ტელეფონების ჩაბარება ლომბარდებში? კითხვას გისვავთ, ანუ სპეცრაზმელებმა ჩააბარეს ამ მისამართზე გაანებეთ თავი კაცო კამერას. რატო გაგაღიზიანოთ ამ კითხვამ? იმან გამაღიზიანა ჯერ უნდა შემეკითხო, უნდა გადამიღო. სპეცრაზმელისგან ჩაიბარეთ ტელეფონი. ის რას იძახი iPhone 15 არის დაკარგული ბატონო. არ ვიცი, მე დაკარგულებს არ ვიცი. პირველების კამერის გამოჩენას ამ ტერიტორიაზე განგაში მოყვა. კითხვებს არავინ პასუხობს. ლოკაციაზე, რომელსაც პროგრამა აჩვენებს, რამდენიმე მაღაზია. იქ მეორადი ტელეფონები იყიდება. იქვეა სახელოსნოები და ლომბარდი. მე იმის უფლება მაქვს, გაგიდო წიხქვეშა რა. რატომ ლაპარაკობთ ეს აგრესიულად? აგერ გაჩვენებთ ტელეფონს, მისამართი არის აგერ. ანუ წერია კოდის მოხსნა iCloud-ის თქვენთან. პროგრამისტი იყო ხოლმე აღარ არის. არავინ არ მოსულა ბოლო 1 კვირის განმავლობაში. ბავშვი იყო რაღაცა ტელეფონი მაქვს, მაგრამ არც მიკითხი რა. სპეცრაზმელების ნაწილი, ვინც აქციების დარბევაში მონაწილეობდა, ქალაქ გორშია რეგისტრირებული. რაც გვიჩენს ვარაუდს, რომ გატაცებული ნივთები აქ ჩამოიტანეს და დანაშაულის კვალის დასაფარად მობილური ტელეფონები ან სახელოსნოში ჩააბარეს, ან ლომბარდში. როგორც წესი, ასეთ ადგილებში ტელეფონებს ამ პროგრამულად ეხავენ, რომ გახსნან, ან შლიან და ნაწილებად ყიდიან. ზარალი დაახლოებით ათვალეთ რამდენია? 10,000-მდე. ჩემი ჯარიმიანა მეგრე, იმიტომ რომ სასამართლოზე მე ის პოლიციელები, რომელსაც ამას ვთხოვდი, მე მოვიდნენ და სრუჩვენება მიცეს, რომ მე სადღაც ამნახეს და ვისროდი ქვებს და ვიგინებოდი. ამის გამო ავიკიდე ჯარიმა და აი თავის ჯარიმიანა არის 10,000-ის ცოტა ზემოთ. ქურდი ჯალათების გატაცებულ ტელეფონებს ისევ Find My iPhone-ის აპლიკაციით ვეცებთ. ამჯერად კვალს კახეთის გზატკეცილზე მივყავართ. ეს ქიზიყის ქუჩის პირველი ნომერია. განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის მეორე სამმართველოს შენობა. აქ არის ხარებას რაზმის დისლოკაციის ადგილი. აქ ზის თავად ხარებაც. ტელეფონი ჩანს აი სწორედ აქ. განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტში. ტელეფონის მესაკუთრე გია ჯვარშეიშვილია. ის ქიზიყის ქუჩაზე ადვოკატთან ერთად მიდის და ტელეფონს ითხოვს. ამ შემთხვევაშიც რამდენიმე დღე აჩვენებდა აპლიკაცია, რომ iPhone-ი ბაზაზე იყო. მივაწოდეთ ინფორმაცია სპეციალურ საგამოძიებო სამსახურსაც, მივმართეთ ასევე პასტორმეჩის დავრეკეთ, ყველანაირი შეტყობინება გვაქვს გაკეთებული. ახლა გვაინტერესებს, რომ iCloud-ით როდესაც ვეძებთ ამას ტელეფონს, იძებნება ამ ტერიტორიაზე და უბრალოდ ჩვენთან არ არის. ჩვენ აჭრეკის ჩადარების უფლება გვაქვს 10 ნივთის ამოღების. მივმართეთ შესაბამის კომპეტენტურ ორგანოს, რომელიც დაადგენს თუ კი აქ ინახება ნივთი და ჩვენ თანამშრომლის ბრალეულობა გამოიკვეთება, კანონით დაიჭერება. გია ჯვარშეიშვილი 1 დეკემბრის გამთენიისას გაიტაცეს ჯალათებმა. ცემის შემდეგ წართვეს საფულე, ზურგჩანთა და ტელეფონი.
დამნაშავეების იდენტიფიცირება ვერ შეძლო, რადგან 11-ვეს ნიღაბი ეკეთა. სრულიად ხელფეხშეკრულები ვართ, ყველა სამართლებრივ ღონისძიებას ვახორციელებთ, ყველა უწყებასთან თანამშრომლობთ, მაგრამ საბოლოო შედეგი არის ის, რომ ნივთები ისევ დაკარგულია. მობილურის ადგილმდებარეობა იცოდა დავით გოგილაშვილმაც. თითქმის ერთი კვირა აჩვენებდა, რომ iPhone-ი დიდ დიღომში მირიან მეფის ქუჩაზე იყო. შეუძლიათ იპოვონ დღესვე და 1 საათის ამბავია ამ ტელეფონის დაბრუნება, თუმცა პოლიციის მზაობა და რაღაცა არანაირი არაა. შაბათის ეთერი ტელეფონის ძებრას იწყებს. ეს არის კორპუსი, სადაც წესით ტელეფონი უნდა იყოს. ამას აჩვენებს პროგრამა Find My iPhone. მეზობლებთან გასაუბრებით ვადგენთ, რომ კორპუსში ცხოვრობს პოლიციის თანამშრომელი გიგა ბახტურიძე. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელს ვეძებ, თქვენი მეზობელია, ხომ ვერ მიმასწავლით საცხოვრობ. ვიცოდი არ გეტყვი. სპეცრაზმელია. არც რომ ვიცოდი არ გეტყვი. და რატომ? იმიტომ რომ არ მინდა ჩაშვება. აქ თქვენს გვერდზე ვინ ცხოვრობს, იცით? ვის ეძებს? პოლიციელია, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი. აგერ გვერდით. სპეცრაზმშია თუ პოლიციელია? არა, სპეცრაზმში არ არის. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელია, ნამდვილად იცით. კი, მაგრამ სპეცრაზმში არ არის. ბოლოს როდის ნახეთ? დავკაკუნით კარებზე. ვაკაკუნებ და არავინ არ აღებს. პოლიციის თანამშრომელს გიგა ბახტურიძეს კორპუსთან ახლოს ეზოში პოულობთ. როგორც კი ხვდება, რომ შაბათის ეთერმა მიაკითხა და შეკითხვა აქციის მონაწილისთვის მოპარულ ტელეფონზე დაუსვა, პოლიციელი გაიქცა. თქვენ სად მუშაობთ? მე საბავშვობაში. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი ხართ? შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი ხართ? მოპარული ტელეფონი აქ მოიტანეთ? თქვენ ხართ ის ადამიანი, კარი რატო ჩამიკეტეთ, ბატონო? ტელეფონი რატომ წაართვით მოქალაქეს? უკაცრავად კარი რატომ ჩამიკეტეთ? ტელეფონი მოქალაქეს რატომ წაართვით? მოქალაქეს ტელეფონი რატომ წაართვით, მითხარით? ჩვენს მიერ მოპოვებული მტკიცებულებით დასტურდება, რომ აქციის მონაწილეს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ტელეფონი მოპარეს. კორპუსში, სადაც სისტემა აჩვენებს, რომ iPhone-ია, ცხოვრობს პოლიციის თანამშრომელი გიგა ბახტურიძე. სახლში მალავთ ახლაც მოპარულ ტელეფონს? ნახეთ, როგორ გარბის. რადგან არც ერთ შეკითხვას მოპარულ ტელეფონზე ბახტურიძემ არ უპასუხა, ვრეკავთ მის სახელზე სატელეფონო ბაზაში რეგისტრირებულ ნომერზე. ზარს დედა ნელი გურაშვილი პასუხობს. შენ ხო იცი რომ პოლიციაშია და რა გინდა რაღაც მეკითხე? ჩემი შვილი გარეთ არ გამოდის საერთოდ არსად. და როგორ დაარდა ეს თქვენი შეთქმულია? ანუ დარბევებში არ იღებს მონაწილეობას თქვენი შვილი? დარბევებში თქვენ იღებთ მონაწილეობას? აბა რას აკეთებს პოლიციაში თქვენი შვილი? ანუ არაფრისთვის უხდის გომელაური ფულს? ო, ზუსტად მასია. რა გითხრათ, ახალი ტელეფონიაო? სადა აქვს ეს ტელეფონი? გაყიდა თუ დაალომბარდა? შენ რო ყიდი, დარწმეულებს, თქო რომ ფულებს აწევ ხალხსა, შენ რას უშვები იმ ტელეფონს? აჩა მოთხანებეთ. დათო გოგილაშვილი, ის ახალგაზრდა, რომლის დაკავების და ცემის კადრები პირველებმა გადაიღო. ის აქციიდან უკვე სახლში ფუნთუშებით ბრუნდებოდა, როცა მარბიელი რაზმები გაუსწორდნენ. ტელეფონი კი იმ დროს წაართვეს, როცა კამერები მის სიახლოვეს აღარ ჩანდა. სადღაც 20 წუთის განმავლობაში ცემდნენ, მაწამებდნენ და ანუ რა ვიცი, ყველაფერს აკეთებდნენ, მოროდიორები არიან. სისხლიანი ნოემბრის დღეებში ივანიშვილის ჯალათები ხალხის წამების შემდეგ მოროდიორობდნენ. მიქონდათ ყველაფერი, რაც კი ღირებული იყო. გზაში უკვე ერთ-ერთმა დაიწყო ბოტასის გახდა. ჯერ კორდონს, რობოკოპების კორდონს არ ვიყავით გაცელილი, რომ უკვე ეს ადამიანი ფეხზე მხდიდა. და თან კომენტარს აკეთებდა, რომ კაი ბოტასი მეცვა თურმე რა. რა ბოტასი გეცვა? არ ვიცი, ჩვეულებრივი ადიდასის რაღაცა მომწვანო ფერის ბოტასი იყო, ანუ კი. ხო, რობოკოპების უკან რო გადავედით, უკვე ამ სამარშრუტო ტაქსში
ტაქსის ფორმის ავტომობილში რომ უნდა შევეგდე. მანდ მითხრეს რომ გამეხადა ქურთუკი და რომ დავიწყე ამის გახდა, ანუ არც მაცადეს ესე, ანუ გამაძრეს ასე ვთქვათ რა. გიორგი ჩუტკერაშვილს, როცა სპეცრაზმი გამეტებით ურტყამდა, ნიღბიანების ნაწილი მისი ზურგჩანთის ჩხრეკით იყო დაკავებული. წამართვეს ზურგჩანთა, სადაც რავი მედალგა პირადი ნივთები, მაგალითად როგორც არის სახლის გასაღები, ტელეფონის დამტენი, ცაფულე წაიღეს, სადაც დაახლოებით 200 ლარამდე იყო თანხა, რა თქმა უნდა არავინ არ დამიბრუნა არაფერი დღემდე და ამ ავტომობილში მიდიოდა ჩემი ცემა იმის გამო, რომ უნდათ ტელეფონის კოდი. ანუ ტელეფონიც კი უნდათ. რადგან მე უთხარი რომ თითის ანაბეჭდზე იყო ეს ყველაფერი, რომ ტელეფონი გახსნილიყო და ხუჯელ დაფიქსირების შემდეგ ტელეფონი არ გაიხსნა. ამაზე უფრო გაგიჟდნენ ისინი, უფრო გააგრძელეს ჩემი ცემა. შემდეგ იყო მუქარა გაზის კაფსულით, ანუ გულისხმობდა რომ გაზის კაფსულას შემოაგდებდა ჩემთან. კარებებს ავტომობილში, კი. სადაც იყავით? კი. დაკეტავდა ამ კარებებს და ნუ მე ასე ვთქვათ სული ამომხდებოდა იმ გაზში შიგნით ამ მანქანაში რა. ხარების დანაყოფის მიერ სასტიკად ნაცემი ახალგაზრდა რუსთაველის გამზირიდან პირდაპირ საავადმყოფოში მოხვდა. თან ფეხში შველი. გიორგისაც ვეკითხებით, სად წაიღეს მისი კუთვნილი პირადი ნივთები. როგორც ასეთი რომ ჩამოერთვათ და დაელუქათ ჩემ თვალს მსგავსი რამე არ მოხდა რა. პირადი საჭიროებებისთვის კი მგონია რომ ჭირდებოდათ, კი, იმიტომ რომ ანუ მხოლოდ ტანსაცმელი არ იყო, ბევრი რაღაცეები წაართვეს იქ ადამიანებს დახსნეს საყურე, დახსნეს საათები, საგორწილო ბეჭდები, ჯვრები, რავი, აი მარადიორობა იყო ჩვეულებრივი, ალბათ 2008-ში თუ გინახავს რუსებს რომ იქონდათ ჩანგლები და უნიტაზები თუ მიქონდათ სახლებიდან. შაბათის ეთერის რესპონდენტების უმეტესობა პოლიციის დაუმორჩილებლობის და წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით იყო დაკავებული. იზოლატორებიდან გათავისუფლების შემდეგ ნივთები მათ უნდა დააბრუნებოდათ, მაგრამ ეს არ მოხდა. ახლა კარლო კაცრიტაძის სამსახურის ვალდებულებაა გამოიძიოს პოლიციელების და სპეცრაზმელების მიერ ჩადენილი დანაშაული.